ჩემი საუბრის დასაწყისში მე მინდა რამდენიმე ესე ვთქვათ საკითხი გამოვყო, რაც ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანია, როცა ბათუმზეა საუბარი და ზოგადად საქართველოსზეა საუბარი. პირველი ალბათ ის თემა, რასაც მე ვიკვლევ და რაც ჩემი ინტერესის სფერო არის, ეს არის ძველი ევროპული კარტოგრაფია და საქართველოსთან დაკავშირებული აღნიშვნები ძველ ევროპულ რუკებზე. ცხადია დღეს ჩემი საუბარი შეეხება დიდწილად ბათუმს და ბათუმის აღნიშვნას ამ რუკებზე, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ცხადია ბათუმი არ არის გამონაკლისი და მხოლოდ ცალკე ბათუმთან ესე ძალიან რთულია საუბარი. მით უმეტეს საქართველოს შავი ზღვისპირეთი ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი ნაწილი მთლიანად ევროპისათვის და შავი ზღვა ისევე განიხილებოდა მნიშვნელოვან ზღვად, როგორც ხმელთაშუა ზღვა. ერთგვარი გაგრძელება იყო ხმელთაშუა ზღვისა და ცივილიზაციური თვალსაზრისით ძველი ბერძნული, რომაული კონტექსტის გათვალისწინებით რეგიონი შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე იყო ერთგვარი ბოლო ფორპოსტი, რაც დაკავშირებული იყო ევროპულ მნიშვნელოვან ცივილიზაციასთან. აქაც ხაზს უსვამ ძველი ბერძნული და რომაული პერსპექტივის გათვალისწინებით. პირველი კითხვა ალბათ რაც უნდა დავსვა ამ შემთხვევაში არის ის თუ როდის ჩნდება საქართველოს და მასთან დაკავშირებული აღნიშვნები ევროპულ რუკებზე. პატარა შესავალი რო გავაკეთოთ და აქ პასუხი არის ჩვენთვის ძალიან დამამშვიდებელი და ერთის მხრივ სასიხარულოც. საქართველოს და საქართველოსთან დაკავშირებული აღნიშვნები ევროპულ კარტოგრაფიაში ისეთივე ძველია, როგორც თავად ევროპული კარტოგრაფია. ანუ რა წამს ევროპული კარტოგრაფია ჩნდება, იმ წამს ჩნდება საქართველოსთან დაკავშირებული აღნიშვნები ევროპულ რუკებზე. ცხადია, აქ როდესაც წინა პანელზე იყო საუბარი, საბერძნეთი ახსენეს, როგორც დემოკრატიის სამშობლო, აყვანი და ალბათ არავისთვის სიურპრიზი არ იქნება თუ ვიტყვით რომ ევროპული კარტოგრაფიის ერთგვარი სამშობლოც საბერძნეთია. სამწუხაროდ ჩვენამდე არც ძველი ბერძნული და არც რომაული კარტოგრაფია ორიგინალის სახით არ არის მოღწეული, თუმცა წყაროების გათვალისწინებით ბევრი ინფორმაციის შემდგომში აღდგენა უკვე მე-15 საუკუნიდან აქტიურად მოხდა, როდესაც პტოლემაიოსი ერთგვარად თავიდან აღმოაჩინეს ევროპელებმა და ნამდვილი ბუმი იყო, ხო? და უნდა ვთქვათ რომ ამ პერიოდის ევროპული კარტოგრაფია რეალურად, როცა ვლაპარაკობთ ანტიკურ პერიოდზე, მნიშვნელოვან ცნობებს მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებით. ოღონდ ბუნებრივია ამ შემთხვევაში იქ საქართველო ან ჯორჯია ჩვენი ქვეყნის ყველაზე გავრცელებული სახელწოდება უცხენოვანი არ არის, მაგრამ არის ორი მნიშვნელოვანი ქართული სამეფო აღნიშნული, ეს არის კოლხეთი და იბერია და ყოველთვის ნებისმიერ რუკას, ნებისმიერ ეპოქაში კლასიკური ევროპული კარტოგრაფიის ჩათვლით. თუ არ შევიყვანთ ამ კონტექსტში, ამ ნაწილში მე-19 საუკუნის ევროპულ კარტოგრაფიას და უფრო აქეთ კიდევ მე-20-ს, დასავლეთ საქართველო უფრო ზუსტია და უფრო კორექტულად არის აღნიშნული, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველო და ამას აქვს ძალიან ერთი მნიშვნელოვანი მარკერი, რაც განაპირობებს დასავლეთ საქართველოს ქალაქების, მდინარეების უფრო ზუსტ გამოსახვას ევროპულ რუკებზე ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოს. და ამის მიზეზი და ბრჭყალებში დამნაშავე არის შავი ზღვა. ზღვა ეს იყო კავშირი, რითაც მთელი ბერძნული და რომაული ცივილიზაციის, განსაკუთრებით ბერძნული ცივილიზაციისათვის კოლხეთი იყო მნიშვნელოვანი მომენტი. აქ ერთ-ერთი პანელის დროს მედეაზე იქნება საუბარი, მე მხოლოდ ერთ ნაწილში შევეხები უფრო მედეას არა, უფრო არგონავტებს და ოქროს საწმის, მაგრამ იმის თქვა მინდა რომ ეს მუდმივად იყო მათთვის და უფრო მეტიც ევროპელების პირველი შორი დიდი გასვლა ზღვაშიც ასევე უკავშირდება არგონავტებს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს დანიშნულების ეს თქვენ მნიშვნელოვანი პუნქტი იყოს სწორედ კოლხეთ, სადაც უნდა მოსულიყვნენ ისინი და უნდა წაიღოთ ოქროს საწმისი. ასე რომ, აი ხა რასაც თქვენ ხედავთ ეკრანზე, ეს რუკა ნიდერლანდური კარტოგრაფიის ოქროს საუკუნის მნიშვნელოვან წარმომადგენელს ეკუთვნის, როდესაც აბრაჰამ ორტელიუსი და ასევე გერჰარდ მერკატორი შემოდიან ევროპულ კარტოგრაფიაში და შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ეს რუკაც, რაც პტოლემეოსის გეოგრაფიის საფუძველზე არის მომზადებული, ყველა ევროპელი კარტოგრაფისტვის პტოლემეოს ერთგვარი შთაგონების წყარო იყო მე-15 საუკუნის ბოლოდან მოყოლებული, მე-16 საერთოდ პიკია ამ ყველაფრის და ცხადია არც მერკატორი არ ყოფილა გამონაკლისი. ზღვა ვახსენე წეგან მე და ახლა ხაზგასით მინდა ვთქვა რომ შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახელი ძველ ევროპულ კარტოგრაფიაში ეს იყო სტუმართმოყვარე ზღვა. სტუმართმოყვარე არა იმიტომ რომ მაინც და მაინც ვთქვათ, როდესაც ისინი კოლხეთის ნაპირებს ან რომელიმე სხვა ქვეყნის ნაპირებს შავი ზღვის ირგვლივ მიადგებოდნენ ვინმე იქ ვთქვათ განსაკუთრებული ღვინით ან ესეთი რაღაც დახვედრა იყო. ეს სახელწოდება დაკავშირებული იყო იმასთან რომ
როცა უკვე სტუმართ მოყვარეს ზღვას წოდებენ, ეს სხვა კარგად იციან ევროპელებმა პრინციპში. განსხვავებით კასპიის ზღვისგან, რომელსაც მე-18 საუკუნის დასაწყისამდე ყველანაირი ფორმა აქვს გარდა რეალური ფორმისა. შავი ზღვა ბევრად ადრე იღებს რეალისტურ ფორმას ევროპულ კარტოგრაფიაში, ვიდრე ჩემს მიერ ნახსენები კასპიის ზღვა. აი ეს რუკა არის აბრაჰამ ორტელიუსის რუკა, თანამედროვე კარტოგრაფიის მამასაც უწოდებენ ამ ადამიანს. ანტვერპენში ბეჭდავდა რუკებს და მე პატივი მქონდა რომ 2 წლის წინ ერთ თვის განმავლობაში ორჯერ მენახა ის სახლი, სადაც ეს რუკები იბეჭდებოდა აბრაჰამ ორტელიუსის და ყველას ვურჩევ, ვისაც ეს სფერო გაინტერესებთ, როცა ანტვერპენში მოხვდებით, პლანტინ მორეტუსის მუზეუმი ნახეთ აუცილებლად, პრაქტიკულად უწყვეტად 400 წლის ისტორიას ნახავთ ევროპული კარტოგრაფიისა ერთ სახლში, ყველაფერი ისია შენახული, როგორც ადრე იყო დაწყებული მაგიდით, სადაც შეცდომებს ასწორებდნენ, სადაც სტომარს იღებდნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და აი ამ რუკაზე საინტერესო მომენტი არის ის, რომ ბათუმი არ არის აღნიშნული, თუმცა აღნიშნულია მდინარე ბათუმი. და საერთოდ უნდა ვთქვათ, რომ ბათუმს როგორც ქალაქს მე-18 საუკუნემდე ევროპელები ამ სახელით არ მოიხსენიებენ. სხვადასხვა სახელწოდებებს თუ ესე გავუყვებით, დაახლოებით 50-მდე სახელი აქვს ბათუმს მთლიანობაში ევროპულ კარტოგრაფიაში, ზოგჯერ ძალიან პატარა განსხვავება, მხოლოდ 100 შეიძლება იყოს განსხვავება, ზოგჯერ ეს შეცდომით არის გამოწვეული, მაგრამ მე-18 საუკუნის დასაწყისამდე ევროპელები ბათუმს ბათუმის სახელით რუკებზე არ მოიხსნებენ, მაგრამ მდინარე ბათუმს ისინი მუდმივად აღნიშნავენ. აი ეს აღნიშნვა არის, ეხლა არ ვიცი თუ ჩანს კარგად. და კიდევ ერთი მომენტი, როცა ზღვაზე ვსაუბრობდი მე, აი ამ აღნიშნვას დააკვირდით, ფაზისის ზღვა. შავ ზღვაში ლოკალურ სახელწოდებებს შორის 3 სახელი გვხვდება, რაც საქართველოს უკავშირდება. ერთი ეს არის კოლხეთის ზღვა, მეორე ეს არის ფაზისის ზღვა და უკვე კლასიკური ევროპული კარტოგრაფიის დროს გვხვდება სახელწოდება სამეგრელოს ზღვა. ასე რომ ამ კონტექსტში ჩვენი და ზღვის კავშირი ცოტა უფრო მეტია, როგორც მინიმუმ, ვიდრე ეს ჩვენ სინამდვილეში ვიცით. ცხადია, მხოლოდ იმიტომ რომ კოლხები ცხოვრობენ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ზღვას არავინ არ უწოდებდა კოლხეთის ზღვას ან ფაზისის ზღვას. ძალიან საინტერესო მომენტია, რომ ევროპული კარტოგრაფიისთვის როგორც მე წეგან აღვნიშნე, ძველი ბერძნული და რომაული კარტოგრაფია ან ორიგინალი სახით როცა ის იქმნებოდა, ასე მოღწეული არ არის, მაგრამ არის ერთი საინტერესო გამონაკლისი, მართალია მე-13 საუკუნეში შექმნილი ასლია დღემდე შემორჩენილი, მაგრამ ვიცით რომ ეს ასლი შექმნილი არის იმ რუკისგან, რომელიც მე-4 საუკუნეში ძველ რომში ეს დაკავშირებული რომაულ საგზაო რუკად ითვლებოდა. ამ რუკაზეც ბათუმი არის დატანილი და ეხავე გაჩვენებთ, ეს მე-9 სექტორში არის, ზემოთ არის ის, რაც ავსტრიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება, ქვემოთ არის ის, რაც ჩვენს კოლექციაში ინახება თბილისში და მე-9 სექტორში არის ცნობები კოლხეთზე, მე-10-ში იბერიაზე. და ბათუმი აღნიშნულია როგორც პორტუ ალტუს. ამ სახელით არის მოხსენებული და საქართველოს შავიზღვისპირეთში 2 განსაკუთრებული ქალაქია. ეს არის აფსაროსი და სოხუმი, ანუ განსაკუთრებულს ვამბობ, იმიტომ რომ ორივე ამ ქალაქის აღნიშვნასთან ახლავს ციხეების აღნიშვნა გარდა ტექსტისა. და აქ ქვემოთ უფრო კარგად ჩანს, უბრალოდ ეხა ეკრანზე ესე არ გამოჩნდება, მაგრამ რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქაც ეს ცნობები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ხო, ჩემი საყვარელი თემა და ჩემი საყვარელი პერიოდი, როდესაც ძველ რუკებზე ვსაუბრობ, არის შუა საუკუნეების ევროპული კარტოგრაფია, ბევრად უფრო მისტიური, ბევრად უფრო არარეალისტური, ძირითადად დაფუძნებული მითოლოგიურ და ბიბლიურ ცნობებზე. ევროპა მეტნაკლებად უფრო პრაქტიკულია, მაგრამ რაც უფრო სიღრმეში მივდივართ აზიაში და აფრიკაში, იქ ბევრი, ასე ვთქვათ, მითოლოგიური და ბიბლიური სცენა გვხვდება. და ეხლა რატომაც ეს რუკა გამოვარჩიე, ეს არის ებსტორფის მაპამუნდი, შუა საუკუნეების ერთ-ერთი გამორჩეული რუკა, მე-13 საუკუნის ბოლოს არის შექმნილი გერმანიაში და ამ რუკაზე არაუბრალოდ ცნობა საქართველოს შესახებ, მართალია ბათუმზე არ არის საუბარი, მაგრამ საუბარია კოლხეთზე და რამდენიმე საინტერესო აღნიშვნა გვხდება. აი აქ ზემოთ გადიდებული არის 1898 წელს კონრად მილერის მიერ შექმნილი ვერსია, ის ნაწილი, რომელზეც ცნობებია საქართველოს შესახებ და ეხლა ნახეთ რა გვხდება ამ რუკაზე. აი ეს მდინარე არის რიონი, ფაზისი, აი ეს მდინარე, დიოსკურია, სოხუმის აღნიშვნა, მეფე აიეტი, ოქროს საწმისი და კოლხების შეხვედრა არგონავტებთან. პრაქტიკულად მთელი სცენა არის გადმოტანილი რუკაზე და ერთ-ერთი მედია აკლიათ აქ მხოლოდ. ასევე არსებობს ჰერეფორდის მაპამუნდი, ინგლისური რუკა, იქ ოქროს საწმისი არის დატანილი. ამ რუკაზე გარდა ამ ილუსტრაციებისა, ასევე დატანილი არის ცნობები ძველი კოლხეთის შესახებ და მინდა გითხრათ, რომ საინტერესო მომენტი არის ასევე ისიც, რომ როდესაც ამ რუკაზე ვსაუბრობთ, როგორც წესი ეს კავკასია არ იყო
რეგიონის სახელი. კავკასია იყო როგორც მთა, ერთი ეს მთათა სისტემა და შავი ზღვის ლოკალური სახელწოდება, აი ჩვენი გაგრიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, სადაც კავკასიონის მთათა სისტემა იწყება დაახლოებით იმ მონაკვეთს უწოდებდნენ ზღვის ლოკალურ სახელწოდებას კავკასიის ზღვა. და ეს სიტყვაც ეს კავკასია როგორც რეგიონის სახელი, ახლა ცოტა შორს წავედი, მაგრამ მაინც შევეხები ამას, მხოლოდ მე-19 საუკუნეში ჩნდება ევროპულ რუკებზე როგორც რეგიონის სახელი. და ეს თავიდან ბოლომდე რუსეთის იმპერიის დამსახურებაა. მანამდე თუ კი რეგიონულ სახელს იყენებენ ევროპელები, იყენებენ სიტყვა ჯორჯიას და ასეთ რუკასაც გაჩვენებთ ბათუმთან ერთად. ხო, როცა ვლაპარაკობთ ევროპულ კარტოგრაფიას და ჩვენი ინტერესი არის ბათუმი, ვერსად ვერ გავექცევით პორტოლანის ტიპის საზღვაო რუკებს. განსხვავებით წეღან რა რუკაც გაჩვენეთ იმ რუკისგან, აქ ბათუმიც არის აღნიშნული და პლუს ამას ეს პრაქტიკული რუკა იყო. შუა საუკუნეების მაპამუნდის ტიპის რუკებით არავინ არც არ მოგზაურობდა, მაგრამ ეს პრაქტიკული რუკაა, პორტოლანი და ამ რუკებით მოგზაურობენ. უამრავი არჩევანი არის და შემეძლო, რა ვიცი, ათეულობით პორტოლანი მეჩვენებინა თქვენთვის, მაგრამ რატომაც ახლა მე ეს პორტოლანი გადავწყვიტე, ამას ორი დატვირთვა აქვს და ბათუმი ბევრ პორტოლანზეა, რა თქმა უნდა, აღნიშნული. აი ეს არის ბათუმის აღნიშვნა ლონათის სახელით. და ლონათი, ვატი, ვართლუი, ელვატი, ვართი, უამრავი სახელი შეიძლება ნახოთ ბათუმის ძველ რუკებზე, აქ არის ლონათის აღნიშვნა, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი რუკა სხვა კონტექსტშიც. ეს არის რუკა, როდესაც ერთდროულად სოხუმის და თბილისის თავზე ფრიალებს ხუთჭვრიანი დროშა. ეს არის თბილისის აღნიშვნა, აი აქ და ეს დროშა, ხუთჭვრიანი და ზემოთ სოხუმის თავზე ასევე აღმართული ეს დროშა. ასევე წითელ ფერში ქალაქების აღნიშვნა მიანიშნებდა იმას, რომ ეს განსაკუთრებული სტატუსის ქალაქებია და სხვა ქალაქებთან შედარებით მეტი უპირატესობით და მეტი უფლებით სარგებლობს. ამ რუკაზეც ხედავთ, რომ ორი ქალაქია აღნიშნული, სოხუმი და თბილისი წითელ ფერში. ევროპაში მოგზაურობის ერთი მთელი ხიბლი არის ის, რომ პრაქტიკულად ღია არის უამრავი არქივი, უამრავი მუზეუმი და ბევრი რამე თქვენ შეგიძლიათ საკუთარი თვალით ნახოთ. წლების წინ, როდესაც პირველად ვენეციაში ნახე ფრამაუროსის შესანიშნავი რუკა, ვიცოდი ცხადია მანამდეც ამ რუკის შესახებ და განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ეს ყველაფერი ჩემთვის და აი აქაც ბათუმს აი ჯორჯანიას სახელით არის აღნიშნული საქართველო და აი ეს ატი წერია, უნდა ეწეროს ვატი, დაკარგულია წინაასო, გადაშლილია, თუმცა ბათუმი ნამდვილად არის წარმოდგენილი ამ რუკაზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რუკა, ეს არის დიეგო ჰომემის რუკა, ამ შემთხვევაში შავ ზღვაზეა ეს რუკა კონცენტრირებული და აქაც ხედავთ სამ ქალაქს შავ ზღვაზე საქართველოს ნაწილში წითელ ფერში, ერთი ეს არის ლონატი, ანუ ბათუმი, ფაზისი, ну დღეს ფოთი შეიძლება ესე ვთქვათ და სოხუმის აღნიშვნა არის ასევე 4 ქალაქია და ბიჭვინთა არის აღნიშნული წითელ ფერში. აი როგორი დეტალურია თუ დააკვირდებით საქართველოს შავი ზღვისპირეთი, როდესაც ძველ რუკებზე დავიწყე მუშაობა, პირველად ძალიან მალე მივხვდი რომ შავი ზღვა კი არ ყოფს ევროპისგან, გვაკავშირებს რეალურად ჩვენ ევროპას და სანამ პარადიგმა იქნება რომ შავი ზღვა ყოფს, ეს სულ პრობლემა იქნება ჩვენთვის. ჩვენ უნდა ვეძებოთ არა მარტო რუკების საშუალებით, სხვა ყველა რესურსების, მათ შორის დღევანდელობის გათვალისწინებით, შავი ზღვა როგორც კავშირი ევროპასთან და არა როგორც გამყოფი ევროპისგან. ხო, ჯორჯია ვახსენე წეღან და აი ეს რუკა პიერ დიუვალი ითვლება პირველ ევროპელ კარტოგრაფად, ვინც რუკის ლეგენდაში მხოლოდ ჯორჯია აღნიშნა როგორც რუკის სახელწოდება. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ პიერ დიუვალს კი უწერია რუკის ლეგენდაში ჯორჯია, მაგრამ საკუთრივ რუკაზე არსად ჯორჯია არ უწერია, იმიტომ რომ აქ ჯორჯია საქართველოსთან ერთად აღნიშნავს მთელს რეგიონს შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე. აი ბათუმის აღნიშვნა არის აი ეს ლონათის სახელით არის აქაც ბათუმი აღნიშნული ამ რუკაზე. ხო, მე-15 საუკუნეზე მინდა ვთქვა კიდევ ორიოდე სიტყვა, ეხლა ეს მე-17 საუკუნის რუკა იყო, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როცა ბათუმზე ვლაპარაკობთ, არ არის მხოლოდ რუკები, ასევე ვენეციელი და გენუელი ვაჭრების და ელჩების ჩანაწერები, რომლებიც პირდაპირ საუბრობენ ბათუმზე ვატის სახელით, მაგალითად ვენეციის ელჩი, რომელიც მე-19 საუკუნეში სპარსეთში მიდის და ბათუმის გავლით უწევს მას გადასვლა სპარსეთში, საქართველოს შესაბამისად და ის პირდაპირ საუბრობს, რომ ადგილობრივები მას იტალიურად ესაუბრებიან. ეს ნიშნავს იმას, რომ ხანგრძლივი ურთიერთობა არის ადგილობრივებსა და გენუელებს შორის. ნუ გენუელები საერთოდ დომინანტები იყვნენ შავ ზღვაზე დიდი ხნის განმავლობაში. ანუ იმის თქვა მინდა, რომ მხოლოდ რუკებზე არ არის აქ საუბარი და მხოლოდ ფრაგმენტულ კავშირებზე არ არის საუბარი ამ კონტექსტში. აი ეს ბოლო ორი რუკა, რასაც მე კიდე შევეხები და მე უკვე ჩემს კოლეგავს ვთხოვ რომ ისაუბროს, პრინციპულად მინდოდა რომ ეს ორი რუკა ისეთ განსაკუთრებით მეჩვენებინა თქვენთვის, რომ ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რომელიც მხოლოდ შეიძლება საუბრობდეს იმაზე, რომ
ევროპული კარტოგრაფია არის ის რესურსი, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენი ისტორიისთვის. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია თქვას, რომ ჩვენ თავად გვაქვს ჩვენი წვლილი ევროპული კარტოგრაფიის განვითარებაში შეტანილი და აი ეს რუკა არის 1723 წელს საფრანგეთში დაბეჭდილი რუკა გიომ დელილის, თავის დროზე ლუდოვიკო XIV-ის სამეფო კარტოგრაფი იყო და ამ რუკის მთავარი ხიბლი არის იმაში, რომ რუკა შექმნილია სულხან საბას მონაწილეობით. ამ რუკაზე დელილმა მართალია ბათუმი არ დაიტანა, მაგრამ მდინარე ბათუმი აქვს აღნიშნული, თუმცა სხვა რუკებზე დელილს უწერია ბათუმი. აი აქ რუკის ლეგენდაში წერია სულხან საბა ქართველი თავადი და ასევე წერია, რომ სულხან საბას მანუსკრიპტების გამოყენებით არის რუკა შექმნილი. ჩამოთვლილია კიდევ სხვა ადამიანები, მაგრამ პირველი ვისაც ახსენებს სულხან საბა. და მათ შორის როცა დეზინფორმაციაზეა საუბარი, ერთ-ერთი ყველაზე ისეთი საბჭოთა პერიოდში ჩვენთან როგორც წესი, ხშირად საუბრობდნენ იმაზე, რომ აი მუხრან მაჭავარიანის ლექსიის ცნობილი ხომ? მე ლექსს არ ვერჩი თავისთავად ცალკე აღებული, მაგრამ არ შეიძლება ისტორიაზე ვსაუბრობდეთ ლექსით ან მხატვრული ნაწარმოებით ზოგადად. ხომ უნდა ვსაუბრობდეთ დოკუმენტებით და კონკრეტული წყაროებით და თავის დროზე ქართლის სამეფოსა და საფრანგეთს შორის მემორანდუმი ფორმდება, მათ შორის ახალგაზრდები უნდა წაიყვანათ ფრანგებს სასწავლებლად საფრანგეთში, გარკვეული პერიოდი დარჩებოდნენ, მერე დაბრუნდებოდნენ. ანუ ის თქმა უნდა, რომ ეს როგორც კი რაღაც მომენტი იქმნებოდა საქართველოს სამეფოები იქნებოდა ეს თუ ცალკე, ყოველთვის ეს ხედვა იყო ევროპისკენ და სულხან საბას მოგზაურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი შეიძლება ესეც ყოფილიყო. ნუ ამას რატომაც არ მოყვა გაგრძელება ცხადია ყველამ ვიცით შემდგომში, მაგრამ ეს რუკა არის იმის ნათელი დემონსტრირება, რომ ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილი გვაქვს შეტანილი ევროპული კარტოგრაფიის განვითარებაში და სულხან საბა არის ერთადერთი ქართველი, ვისი ნახვაც სახელობითაც შეგვიძლია ძველ ევროპულ რუკებზე ჩვენ. და ბოლო რუკა, რომელიც მინდა გაჩვენოთ დღეისათვის, ეს არის უკვე 1766 წელს პარიზში დაბეჭდილი საქართველოს სამეფოს რუკა. ამ რუკის ორი ვერსია არსებობს. ერთი არის პარიზული ვერსია, რომელიც ბევრად უფრო რარიტეტულია და მეორე ვენეციური. სხვაობა არის 9 წელი ამ ორ რუკას შორის. პარიზული უფრო ძველია. ჟოზეფ ნიკოლა დელილია რუკის ავტორი, მაგრამ რუკაზე ტოპონიმიკა არის თავიდან ბოლომდე ქართული. შავი ზღვა წერია, აფხაზეთი წერია. ანუ როგორც ჩვენ ვამბობთ ქართველები, ხო? ზემო ქართლი წერია, ჯიქეთი მაგალითად, პატარა კაბარდა წერია, ტრაპიზონის ალაგი წერია. ამ დროს კარტოგრაფმა ერთი სიტყვაც არ იცის ქართული. მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს არის ვახუშტი ბატონიშვილის საქართველოს რუკის ფრანგული ვერსია, როდესაც თარგმნეს ფრანგებმა ეს რუკა და თუ ადამიანები მეუბნებიან ერთი კონკრეტული რუკა, ყოველთვის ვურჩევ პარიზულ ან ვენეციურ გამოცემას, იმიტომ რომ ეს არის კლასიკა ჩვენთვის. და ცხადია ბათუმი აქ არის აღნიშნული, აი ამ ნაწილში აქეთ გამოტანილიც არის ცალკე, აი ბათუმის აღნიშვნა და ასევე აღნიშნულია გურია ზემოთ, ქვემოთ აჭარა და სხვა დასახლებული პუნქტები. პირველად ევროპულ კარტოგრაფიაში ამას გადაჭრით ვერ ვიტყვი, მაგრამ რაც აქამდე ამ თემით დაინტერესებულ ადამიანებს, ესე ვთქვათ, კვლევა გაგვიკეთებია, 1711 წელს გერმანელი კარტოგრაფი წერს ბათუმს ბათუმის სახელით და მერე უკვე თანდათანობით ეს შემოდის როგორც მთავარი სახელწოდება ბათუმისა. ერთ სიტყვით, თავი რო არ შეგაწყინოთ ძალიან, ბათუმი ყოველთვის იყო დაკავშირებული ევროპასთან და ეს ბათუმი არ არის გამონაკლისი ცხადია ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ შავი ზღვის პრივილეგია ეს ყოველთვის იყო. მე-18 საუკუნის მერე მოდის უკვე მე-19 საუკუნე და მე-19 საუკუნის ბოლოს ამ ქალაქის პრაქტიკული გარდაქმნა ხდება. თავიდან ბოლომდე იცვლის ფორმასაც, მდებარეობასაც, მათ შორის, იმიტომ რომ რეალურად ძველი ბათუმი არ იყო დღევანდელი ძველი ბათუმის ადგილას, ეს უფრო თამარის ციხეს, რასაც ვეძახით ახლა აქაურებმა კიდე ეს რაც ისე ვიცით, აი უფრო იმ მიდამოებში იყო ეს ძველი ბათუმი. როცა შუა საუკუნეებზე ვსაუბრობთ მაგალითად, მაგრამ მე-19 საუკუნეში ქალაქი თანდათანობით ინაცვლებს სამხრეთში, სამხრეთ-დასავლეთი ნაწილისკენ და მე-19-ის ბოლოს, მე-80-იანი წლებიდან რაც იწყება ამ ქალაქში და მთელ შემდგომ უკვე პერიპეტიებზე ვთხოვთ ეიმურეს რომ მოგვახსენოს. თუ ბათუმზე გავაკეთებთ კონცენტრაციას, რადგან ბათუმში ვარ დღეს და ბათუმში ტარდება ევროპის დღე, მართლაც მე-19 საუკუნის ბოლოდან როგორც აღნიშნე, იწყება ბათუმის სხვა ცხოვრება, იწყება ბათუმის ის ცხოვრება, როდესაც ხდება ბათუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი წერტილი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე და საიდანაც ხდება დღევანდელ დღეს როგორც ვიძახით, ევროპისა და აზიის ურთიერთდაკავშირება. ბათუმი ხდება ისეთი მნიშვნელობის საპორტო ქალაქი, რომელშიც არის რკინიგზა, რომელშიც ხდება დღევანდელ დღეს როგორც ვიძახით, საერთაშორისო მნიშვნელობის გემების შემოსვლა და რითიც ხდება პრაქტიკულად აზიური პროდუქციის, აზიური
ნაწარმის ევროპაში გატანა და რა თქმა უნდა ასევე ბათუმი გამოიყენება იმისათვის რომ სწორედ ევროპული ცივილიზაციის და ევროპული ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული ელემენტების შემოტანა ხდება რეგიონში და ასევე რეგიონს გარეთ უკვე საქართველოს და შემდგომში უკვე სხვა ქვეყნების საშუალებით. მე-19 საუკუნის ბოლოს ვიცით რომ ბათუმი იყო თან კულტურულადაც აბსოლუტურად სხვა ქალაქი და ქართველი ძალიან დიდი მოღვაწეების ცდილობდნენ რომ ბათუმი გამხდარიყო ევროპული ქალაქი, ბათუმი გამხდარიყო კულტურულად ევროპული ქალაქი, ერთ-ერთი ასეთი ადამიანი, რომელიც შემიძლია ვახსენო იყო სერგი მესხი, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ადრეულ ასაკში წავიდა ამ ცხოვრებიდან, მაგრამ ძალიან ბევრი შეძლო და ძალიან ბევრი მოახერხა იმისათვის, რომ ბათუმი ყოფილიყო ევროპული ქალაქი და ევროპისთვის საინტერესო ქალაქი და სწორედ ესეთი ადამიანები და ესეთი მუხტი იძლეოდა იმის საშუალებას, რომ მართლაც ცივილიზაციის ახალ კერაში ერთვებოდა ბათუმი და ცივილიზაციის ახალი ელემენტი ხდებოდა ის. დღევანდელი დღე, ბათუმის დღევანდელი დღე არის მართლაც ძალიან საინტერესო მნიშვნელოვანი. თუ დღევანდელი დღის დაკავშირებობაზე ვილაპარაკებთ და დაკავშირებობა არის როგორც ვახსენე ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ჩვენ პირდაპირ გვაკავშირებს ასევე ევროკავშირთან და ევროპულ პოლიტიკასთან. თუ ვიტყვით ამას, მაშინ ბათუმი შეიძლება არ იყოს ისეთი მნიშვნელოვანი წერტილი დღევანდელი დაკავშირებადობის რუქაზე, როგორც მაგალითად შეიძლება არის თქვათ პორტი ან კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს მომავალში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, მაგრამ ბათუმი არის ის პორტი, საიდანაც ხდება როგორც აღნიშნე ისტორიულად დაიწყო ეს და დღევანდელ დღესაც ხდება როგორც ნავთობპროდუქტების, ასევე სხვა საქონლის ექსპორტირება და იმპორტი და ასევე კონკრეტულად სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების გადაყვანა. დაკავშირებობაზე ახსენეთ და ძალიან კარგია რომ ახსენეთ, შავი ზღვა როგორც ესეთი იყო არის და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, თუმცა სამწუხაროა ის და მიხარია რომ დღევანდელ დღეს უკვე არის ესეთი ახმა, შავი ზღვა რატომღაც იყო საზღვარი ევროპასა და საქართველოს შორის და განიხილებოდა რომ შავი ზღვის იქით აღარ იყო უკვე ევროპა, დღევანდელი თუ აი თუნდაც ევროკავშირის ფარგლებშიც იყო ესეთი ნარატივი რომ აღარ იყო ევროპა და თქვათ შავ ზღვამდე უნდა გააფართოვებულიყო ევროპა და ევროკავშირი უნდა ყოფილიყო თქვათ შავ ზღვამდე. დღევანდელ დღეს ესე არ არის, მე ბედნიერი ვარ, ევროკავშირმა აღიარა ის რომ შავი ზღვა არის ევროპის ზღვა, შავი ზღვა არის ზღვა, რომელიც არის ევროკავშირის ნაწილი და მართლა ძალიან მნიშვნელოვანი კარიბჭე, რომელიც ემსახურება ძალიან ბევრ ის როგორც აღნიშნეთ უკვე, როგორც ეკონომიკურ, კულტურულ თუ ისტორიულ კავშირებს ქვეყნებსა და ხალხებს შორის. და სწორედ ეს დაკავშირებადობა, სწორედ ეს პოლიტიკა, რომელიც დღეს არის საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენ ვიყოთ საინტერესო გლობალურად და ჩვენ ვიყოთ ის ქვეყანა, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თანამედროვე ვაჭრობაში, თანამედროვე კულტურულ კავშირებში, თანამედროვე ტურიზმში თუ ბიზნეს ურთიერთობებში. და ის რეალობები, რომლებიც გლობალურად ხდება, როგორც რეგიონალურად, ასევე გლობალურად, მე მხედველობაში მაქვს რუსეთის აგრესია, რუსეთის ომი უკრაინაში, მე მხედველობაში მაქვს ის სიტუაცია, რომელიც დღეს არის სპარსეთის ყურეში და წინა აზიაში, აძლევს საქართველოს ძალიან დიდ შესაძლებლობებს, რომ გახდეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ელემენტი ევროპასა და აზიას შორის, რასაც აუცილებლად ჭირდება ინფრასტრუქტურა, რასაც აუცილებლად ჭირდება განვითარება, რასაც აუცილებლად ჭირდება ინვესტიციები და იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება და იმედი მაქვს, რომ ბათუმიც სწორედ ჩამოყალიბდება ისეთ ქალაქად, რომელსაც შეიძლება ისეთი საპორტო ინფრასტრუქტურა, შეიძლება ისეთი შესაძლებლობები არ აქვს, რაც თანამედროვე სატრანზიტო მოთხოვნებიდან გამომდინარე არის საჭირო, მაგრამ შეძლებს თავი დაიმკვიდროს ნამდვილად თანამედროვე რეალობებში. და რა თქმა უნდა, ეს იქნება ის შესაძლებლობა, რომ ბათუმი კიდევ უფრო განვითარდეს, ბათუმი კიდევ უფრო მეტად გახდეს როგორც აღნიშნე სატრანზიტო მნიშვნელობის, ასევე როგორც ბიზნეს ცენტრი.
საქართველოში და არა მარტო საქართველოში, მთლიანად რეგიონში. გახდეს ტურისტული ცენტრი და გახდეს ის ატრაქცია, რომელიც საინტერესო იქნება როგორც ევროპელებისთვის, ასევე აზიელებისთვის და ასევე რეგიონისთვის, ფართო რეგიონისთვის, რომელსაც ჩვენ ვეძახით ჩვენ რეგიონს და კიდევ უფრო ქვევით სხვა ქვეყნებს და ალბათ ერთ-ერთი კითხვა, რომელიც ისმის დღეს, რომ პირველ პანელზეც იყო ამაზე საუბარი, რომ რა ბენეფიტები ექნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ და რა იქნება და აღინიშნა ბევრი რამ და კიდევ უფრო ბევრი ბენეფიტი ექნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისგან და კონკრეტულად ბათუმსაც მათ შორის, იმიტომ რომ ევროკავშირი არის უზარმაზარი ბაზარი. ევროკავშირი არის 500 მილიონზე მეტი მოქალაქე. ევროკავშირი არის უზარმაზარი ინვესტიციების შესაძლებლობა. და ევროკავშირი არის ის, რასაც შეუძლია შეცვალოს მთლიანად ქვეყნის და არა მარტო ქვეყნის, არამედ თვითონ მაცხოვრებლების მომავალი და ბედი და ახსენეს ელჩემაც, როგორი იყო მათი ქვეყნები, როგორი მნიშვნელოვანი იყო მათთვის ევროკავშირში გაწევრიანება და რამდენი ბენეფიტი მიიღეს მათ. და მე იმედი მაქვს და ძალიან მალე ალბათ მოვესწრებით იმას ყველანი, რომ საქართველოს იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და საქართველოში იქნება ძალიან დიდი სურვილი იმისა, როგორც ევროპიდან, ასევე აზიიდანაც, რომ როგორც გვესტუმრონ, ასევე ინვესტიციები ჩადონ, საკუთარი ბიზნესები დააფუძნონ, აქ იცხოვრონ, აწარმოონ ურთიერთობები ერთმანეთში და განავითარონ საკუთარი თავის და განავითარონ ეს ქვეყანაც და ეს სახელმწიფოც. იმედი მაქვს, რომ ეს ძალიან მალე მოხდება. ჩემთვის მნიშვნელოვანი მესიჯი, როცა ვლაპარაკობთ ბათუმზე და ზოგადად საქართველოზე და ევროკავშირზე, ევროპაზე, თუ გნებავთ ესე გლობალურად რო შევხედოთ, არის რამდენიმე ადამიანისთვის, ვინც ძველ ევროპულ რუკებზე მუშაობს და იკვლევს. პირველი, რაც ვახსენე ჩემი საუბრის დროს, რომ ესე იგი, შავი ზღვა არ უყოფს გვაკავშირებს, ერთი. მეორე, ევროპული ინსტიტუციები ღიაა და ხელმისაწვდომია უამრავი წყარო და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თუ ვინმე სიღრმისეულად ვენეციის და გენუის საზღვაო არქივებში იმუშავებს, საქართველოს შავი ზღვისპირეთის ისტორიის გადაწერა შეიძლება თავიდან ბოლომდე. და ეს ხელმისაწვდომია, ეს რესურსი აუცილებლად გამოსაყენებელია და მესამე უბიზო მიმოსვლის ხიბლი ქვეყნისთვის, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, მე ადამიანს, რომელიც ვიკვლევ ევროპულ რუკებს და არ ვარ გამონაკლისი ცხადი ამ შემთხვევაში, სხვა ადამიანები სხვა მიმართულებით თავიანთ კვლევით რესურსებს და ინტერესებს, რაც არის საქმიანობისთან დაკავშირებული, როგორც წესი ახორციელებენ, ნებისმიერ დროს შემიძლია დაუბრკოლებლად ავდგე, მიმიღო გადაწყვეტილება, წავიდე და ესე ვთქვათ, ყოველგვარი რაღაც ზედმეტი ბარიერების გარეშე ვნახო ის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ამიტომაც ეს ერთგვარად არის ის რესურსი, რომელსაც მოფრთხილება უნდა, რომელსაც მეტი ყურადღება ჭირდება და არა ერთ ადგილას გაჩერება, არამედ პირიქით უფრო მეტი რეფორმა, უფრო მეტი წინსვლა ჭირდება ამ ყველაფერს. ევროკავშირი ღიაა და ევროკავშირი არის ის, რაც არის მართლაც პირველ პანელშიც ვილაპარაკეთ, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, რაც უზრუნველყოფს მშვიდობას, რაც უზრუნველყოფს განვითარებას და ევროკავშირი არის ღია ყველასთვის, ვისაც გააჩნია სურვილი იმისა, რომ გახდეს ევროპული კულტურის, ევროპული ცივილიზაციის, ევროპული მომავლის ნაწილი. ჩვენ ვართ ამის ნაწილი ისტორიულად და იმედი მაქვს, რომ მომავალში აუცილებლად ვიქნებით პოლიტიკურად უკვე როგორც აღნიშნე ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და ახსენე უვიზო მიმოსვლა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესისა, რომელიც ამ პერიოდში ჯერჯერობით ამ ეტაპზე ესეთი აქტიური აღარ არის და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არა მარტო შეგვინარჩუნდება, არამედ როგორც აღნიშნე უვიზოს გარდა ძალიან ბევრი სხვა თავისუფლებები მოგვენიჭება, რითიც დღევანდელ დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნები სარგებლობენ და რითიც ნამდვილად ყოველი ჩვენი მოქალაქე იგრძნობს შვებას, იგრძნობს ნამდვილად იმ სიძლიერეს, იმ ფინანსურ სიძლიერეს, მატერიალურ სიძლიერეს, რომელიც დღევანდელ დღეს ევროკავშირის და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გააჩნიათ, განსაკუთრებით მცირე ქვეყნები არიან ის ქვეყნები, რომლებიც ნახულობენ
ძალიან ბევრ ბენეფიტს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ და ძალიან სწრაფადაც და როგორც აღნიშნე, იმედი მაქვს რომ ძალიან მალე ჩვენ ვიქნებით ევროკავშირის ნაწილი და ყველა იმ ბენეფიტით ვისარგებლეთ, რომელსაც ევროკავშირი და ევროპული ბაზარი გვაძლევს.